მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ დავით რობაქიძე და ამ ვიდეოში ვისაუბრებ რა ინფორმაცია შეუძლია მოგვაწოდოს AI. მით უმეტეს ქართული ენის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოში ვართ და ქართულად ვსაუბრობთ. დღესდღეისად არსებობს არაერთი AI engine, რომელსაც აქვს სრულიად ქართული ენის მხარდაჭერა. და სიზუსტე, რასაც ის გვაძლევს, დაახლოებით 98-დან 99%-მდე იზომება. ისინი თვითონ ზომავენ ამ სიზუსტეს და ჩვენც რო გადავამოწმეთ ციფრები ზუსტად ესეთი არის. რა შეუძლია მას მოგცეს? პირველ რიგში, ეს არის რასაც ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ქართულ ენაზე, ან შეგვიძლია გამოვიყენოთ ინგლისური ტერმინები, ამ ტექსტის, ანუ ამ აუდიო ჩანაწერის ტექსტური მხარე. შესაბამისად, მე თუ ამ ვიდეოში ვახსენე სიტყვა Sony, ან AI, ან ასე შემდეგ, და ყველა სიტყვები, რაც ვახსენე ამ ვიდეოში, რომელიც გავაანალიზეთ ჩვენ AI-ით, შეგვექნება ტექსტური ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ძიებისთვის. მაგალითად, მე მინდა მოვძებნო ვიდეო, სადაც გამოდის დავით რობაქიძე, რომელიც არის გადაღებული მაისში და ის ახსენებს სიტყვას Sony-ს, AI-ს, შტატივს და კამერას ერთდროულად. სხვადასხვა ვიდეოს ნაწილში. დააჭიროთ search და თქვენ ავტომატურად Media Management-ი მოგასწრით ამ ვიდეოს. ამდენად ამარტივებს ყველაფერს. გარდა ამისა, არის სახისამოცნობა, სადაც თუ ეს არის პოლიტიკური ფიგურა, მსახიობი ან ასე შემდეგ, ავტომატურად ამოიცნობს იმ სახეს, ხოლო თუ არის დათო, რომლის სახეც არის ის AI, ჩვენ შეგიძლია ვასწავლოთ, რომ ეს არის დავით რობაქიძე, სამომავლოდ ამას თუ შეხვდები, იცოდე რომ დავითი არის. ეს არის პრობლემა. შეუძლია ამოიცნოს ადგილი, იმის მიხედვით თუ ბექგრაუნდზე ჩანს რაიმე შენობა, ნაგებობა, რაც ესეთი ცნობილი ადგილი არის. მას შეუძლია რომ ამოიცნოს სად არის გადაღებული. მას შეუძლია აიღოს თემები და მაგალითად მე თუ ვსაუბრობ შემეცნებით კონტენტზე, პოლიტიკურ კონტენტზე, სპორტზე, ჩამოწერას თემები და თვითონ გაანალიზოს key point-ები და ეს ყველაფერი წარმოადგინოს მეტადატის სახით.